პრინციპში როგორც მოსალოდნელი იყო ქართულმა რუსულმა ოცნებამ, ქართული ოცნების ბანდამ და ერთ-ერთმა ბანდიტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტად რომ მუშაობს იმ კაცმა არ შეიწყალა არც ერთი სინდისის პატიმარი. სხვადასხვა ამაზე აპელირებდნენ, ამას ვარაუდობდნენ ცალკეული აქტიური მოქალაქეები სოციალურ ქსელ Facebook-ზე და ისინიც ამბობდნენ, რომ ნუ გაქვთ მაინც და მაინც დიდი იმედი, დიდი მოლოდინი იმისა, რომ ბიზინა ივანიშვილი პერსონალურად და მისი პაჟები, მოწყალენი, სულგრძელები და მოწყალები იქნებიან, რომ მათი პროგნოზი უფრო გამართლდა, ვიდრე მათი პირებისა იმ სხვა აქტიური მოქალაქეებისა, რომლებსაც ჯერაც ჰქონდათ ან 24 საათის წინ მაგალითად ჰქონდათ მჟუტავი იმედი, რომ ზია ამაღლობელი, ანდრო ჭიჭინაძე, მათე, სხვები და სხვები მაინც მოხვდებოდნენ პრეზიდენტად წოდებული ბანდიტის მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა სიაში. 159-მა მოქალაქემ დატოვა საპატიმრო, უკლებრივ ყველას მიულოცოთ. პრინციპში საინტერესოა, რატომ იყო მათი განთავისუფლება შეწყალებით, მათი განთავისუფლება ესოდენ სერიოზული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა. რატომ ხმარობ ამ სიტყვას, ამ ტერმინს, იმიტომ რომ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაადასტურა, კი არა, ამგვარი სიტყვა იხმარა სწორედაც, რომ ერთის მხრივ ჰუმანური აქტია, რასაც აკეთებს პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილიო და მეორეს მხრივ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აქტიაო. ცივი წყალი გადმოგვასხა ბიზინა ივანიშვილმა პერსონალურად და მისი პაჟებიც სხვა ბანდიტები, არა ყაველაშვილი, არამედ პარლამენტარი ბანდიტები ალაპარაკა, მათ შორის ორი იყო გამორჩეული. ერთს ქვია, თენგიზ შარმანაშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და მეორეც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი წევრია, ყოფილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის. იმ კაცს კი ქვია ირაკლი ქადაგიშვილი. შეიძლება რაღაც ტექნიკური საკითხი იყო დასაზუსტებელი ან დამატებითი დოკუმენტაცია მოსაძიებელი, თუნდაც ერთი ან ორი კაცის დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად, რომ შეწყალებულთა სიაში მოხვედრილიყვნენ ღირდა იმისთვის, რომ 1, 2, 3 ან 5 საათი გვიან გამოცემული იყო ეს შეწყალების აქტი. ნებისმიერ ჰუმანურ აქტში პოლიტიკური ანგაჟირების შეტანა ამ აქტს აფუჭებს და სრულ მოლოდინებს წარმოშობს, ამას ამბობს თენგიზ შარმანაშვილი. არანაირი მოლოდინი არ შექმნილა, უნდათ რომ ხელოვნურად შექმნან ასეთი მოლოდინები. ნებისმიერი სიტუაცია საქართველოში უნდათ რომ პოლიტიკური დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდების სფეროში გადაიტანონ. არ გცნობ, არ მინდა პარლამენტში რომ პარლამენტში არ შემოვალ, შენ ვინ ხარ, როგორც გინდა ისე მოიქეცი, მე არ მაინტერესებს და ამავე დროს ასეთი ადამიანისაგან უნდათ შექმნან მოლოდინი, რომ ასეთი ადამიანი მიუხედავად წელი დასულია იმისა, რომ არაკანონიერად მიაჩნიათ, უნდა იქცეოდეს ისე, როგორც მათ მიაჩნიათ. საქართველოსთან ეს შიდა დაპირისპირება არ იმართება, მილიონი იხარჯება ამისათვის და ასე შემდეგ, რასაც ამბობს თენგიზ შარმანაშვილი, ანუ რა უნდა თენგიზ შარმანაშვილს, ან მიხეილ ყაველაშვილს, ან პერსონალურად ბიზინა ივანიშვილს. მას უნდა რომ მოწყალე იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ მას ვაღიარებთ, თუ ჩვენ მას ვცნობთ, თუ ვიტყვით, რომ ის არის კანონიერი ხელისუფალი და დამატებით ამ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ხელისუფალს პატიმრები სთხოვენ შეწყალებას, ეტყვიან, რომ ხო, ჩვენ დავაშავეთ, ჩვენ შეცდომა დავუშვით, ჩვენ ვიძალადეთ, ჩვენ გვინდოდა აქ უკრაინის მსგავსი მოვლენების დატრიალება, ჩვენ გვინდოდა სახელმწიფო გადატრიალება, ჩვენ ვაპირებდით სისხლის ღვრას, deep state-ის მიერ მართულები ვართ და ასე შემდეგ. აი, ამ ვედრებას თუ დაიწყებენ მოქალაქეები, მხოლოდ ამ შემთხვევაში ისიც საეჭვოა სიმართლე გითხრათ, მაგრამ მაინც მეგალომანიაკი გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ დაავალოს ამ თავის პაჟს ყაველაშვილს და ამ უკანასკნელმა კი ფორმალური თვალსაჩინით შეიწყალოს. ვერ გაიგო ბიზინა ივანიშვილმა, ვერ შევიდა მის ჭორბილურ ტვინში, რომ შეწყალებას არავინ მოითხოვს ეს ერთი და არც აღიარებს მას არავინ დამოუკიდებლად იმისა, რამდენი წელი ამოამწყლებს თუ გამოამწყლებს ამა თუ იმ პატიმარს საპატიმროში, ძევლად რამდენი ხანი
დაიტოვებს. ერთი კითხვა მაქვს, ემან რომ მოხდეს და შეერთებულმა შტატებმა ასე მაგალითად, ან ევროკავშირმა, მაგრამ უფრო შეერთებულმა შტატებმა რომ სთხოვოს, აი პრეზიდენტმა ტრამპმა, ან სახელმწიფო მდივანმა რუბიომ რომ გააკეთოს განცხადება, რომ იმის შემთხვევაში, იმისათვის რომ მართლაც დაიწყოს გადატვირთვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, გადატვირთვის პოლიტიკა რომ დაიწყოს, აუცილებელია რამდენიმე პირობის შესრულება. მაგალითად, გაანთავისუფლეთ პატიმრები, მათ შორის პოლიტიკოსი პატიმრები, გაანთავისუფლეთ სინდისის პატიმრები, რომელიმე აქტით სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციეთ და გაუშვით ისინი საპატიმროდან. ამ შემთხვევაში რას იზავს ბიზინა ივანიშვილი? თუ მე რომელიმე თქვენგანი მეტყვის რომ ამ შემთხვევაში ადეკვატური იქნება ბიზინა ივანიშვილიო, მე გეტყვით რომ გარკვეულზე მაღალი ალბათობით ის ადეკვატური არც ამ შემთხვევაში იქნება. მას კვლავ მინდა გავიმეორო ის სიტყვა, პირდაპირ მნიშვნელობით ცხადია არა, მაგრამ ესე გადატანითი მნიშვნელობით ერექცია ემართება სწორედაც რომ აღიარებაზე, ბოდიშზე, თავდახრაზე, პაპუაშვილად გარდაქმნაზე. თბილისი სიკეთით სავსე ქალაქიაო, ბრძანებს ხელისუფლებად წოდებული ბანდა, ეს არის წლევანდელი თუ არ ვთვლები ლოზუნგი, ამდენიმე წლის წინ არ ვიცი რაღაც კიდე რაღაცით სავსე იყო. რეალურად ეს ქალაქი არც ოპელით თუ პრიუსით სავსე ქალაქი არ არის, არც ეს ქვეყანაა ოპელითა თუ პრიუსით. ეს არის სიყალბით, ძალმომრეობით, ცინიზმით, ღირსების აყარით სავსე ქალაქი თუ ქვეყანა. ღირსება აყრილები ცდილობენ რომ ისეთივე ნაცრისფერები გახადონ მოქალაქეები, როგორი ნაცრისფერებიც თავდახრილები და ნაცრისფერები არიან თავად ისინი დამფუძნებელი მამის ბიზინა ივანიშვილის წინაშე, რომელიც მართლა უნდათ, გულწრფელად გეტყვით, რომ გამოაცხადონ ცოცხალწმინდანად ან რაღაც საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მოქალაქედ, ან აღიარონ რაღაც საპატიო პრეზიდენტად და დატოვონ ან ბიზინა ივანიშვილი უშუალოდ, ან ბიზინა ივანიშვილის ბიოლოგიური მემკვიდრე, ასე უნდა მოიხსენიო, რომელიმე მისი ვაჟი, უფროსიდან დავიწყოთ, უტა, ნაკლები შანსი აქვს, 5-7%, ბერა, მეტი შანსი აქვს ვიდრე უტას, მაგრამ ნაკლები, ვიდრე ცოტნეს, მოდი მივცეთ მას დაახლოებით, არის 30% და მეტი შანსი აქვს, როგორც ჩანს, დაწინაურებული შვილთა შორის არის, როგორც ჩანს, ცოტნე, თუმცა, როდესაც მე ერთი ხანობა 12 წლის წინ ვაკეთებდი მონიტორინგს ბიზინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციისა და ვითვლიდი სხვადასხვა ვალუტაში ჩაწერილ ვალუტით გამოსახულ სხვადასხვა უძრავ ქონებას, ჭორბილაში ის სახლი, რაღაც სადღაც ეს სახლი, რაღაცა ბიზნესი აქვს, ამდენი უძრავი ქონება, იმდენი მოძრავი ქონება, იმდენი ნაღდი ფული, იმდენი კრედიტი და იმდენი ობლიგაცია და იმდენი აქცია, ასე მაგალითად არის General Motors-ში ან Google-ში ან iPhone-ში ან სხვაგან და სხვაგან 2014 წელს გულისხმობ, კვლავ ვიმეორებ, უბრალოდ მიიქცია რამდენიმე ფაქტორმა. პირველი, როდესაც ერთ ვალუტაში მოვახდინე ყველაფრის კონვერტაცია, ვედა Excel-ში შევიყვანე და დავაჯამე, მე ვერ გამომივიდა ვერანაირად, ამდენს მახსოვს 800-900 მილიონზე მეტი, ანუ დაახლოებით 3, 4 თუ 5 მილიარდი მას დეკლარირებული არ ჰქონდა იმ ხანად, თუ ამ ყველაფერს ესე დავაჯამებდით ერთ ვალუტაში, ერთ კონვერტაციას მოვახდენით ასე მაგალითად დოლარში. მეორე, რამაც მიიქცია ყურადღება, ორჯერ შეავსო მაშინ ივანიშვილმა საკუთარი ფინანსური დეკლარაცია, როგორც პრემიერმა და ყოფილმა პრემიერმა, ანუ 13-სა და 14-ში მიიქცია ყურადღება იმან, რომ მას დივერსიფიცირებული ჰქონდა, რასაკვირველია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ცალკეულ მნიშვნელოვან და სერიოზულ კომპანიებში მართლაც ჰქონდა აქციების და ობლიგაციების ნომინალური ღირებულება, მაგალითად არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ $758 იყო, თუ არ ვცდები, Google-ის ერთი აქციის ნომინალური ღირებულება და ჰქონდა რაღაც 30,000 თუ 20,000 აქცია. ანუ ძალიან ბევრიც არ ჰქონდა მეთქი, ამას ვიტყვი. მიიქცია ყურადღება ასევე უძრავმა ქონებამ. 2013 წლის დეკლარაციაში იგივე საკადასტრო კოდით არსებული ერთი 10 კვადრატული, პირდაპირ მნიშვნელობით ვლაპარაკობ, 10 კვადრატული მეტრი სათავსო, ალბათ სახლს ვერ ვიტყვი. გადაცემული ჰქონდა ბერა ივანიშვილისთვის, მაგრამ მეორე წელს ჩამორთმეული ჰქონდა ბერა ივანიშვილისთვის და ეს ქონება, ეს ამ საკადასტრო კოდით მიცემული ჰქონდა ბერა ივანიშვილის მშობელი დედისთვის, ანუ მისი მეუღლისათვის
ეკა ხვედელიძისათვის, ასე თამაშობდა ბიზინა ივანიშვილი ბედით, როგორც ჩანს, წლიდან წლამდე, 13-დან 14-მდე ბერა ივანიშვილმა რაღაც დააშავა და ამიტომაც არ ქონდა ჭორბილის, არ მithქვამს გონი, ხო? ჭორბილის ის კონკრეტული რაღაც სათავსო მის საკუთრებაში არ დაუტოვა. აღნიშნავ, რომ არც გვანცა ივანიშვილს, არც ცოტნეს, თუმცა იმ ხანით ცოტნე იყო არა სრულწლოვანი, არც უტას პრაქტიკულად არც ერთი ქონება არ ქონდა დამტკიცებული იმ ხანად 2013-2014 წლებში. მას შემდეგ ბევრი წელი გამოხდა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ხსენებული აქციები Google-სა თუ სხვა კომპანიებში მან გაყიდა, რეალიზაცია მოახდინა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მეტი წილი გადაიტანა მან ოფშორულ ზონებში და ასევე საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოფშორებიდან შემოიტანა მოძრავი თუ უძრავი ქონება. აქვე ვიტყვი, რომ 2013 წლის და 14 წლის დეკლარაციებში ბიზინა ივანიშვილმა არ შეიტანა მის ხელთ არსებული მნიშვნელოვანი სახელოვნებო ნიმუშები დეკლარაციაში არ ასახა, დაწყებული არ ვიცი პიკასოთი და დამთავრებული რომელიმე მისთვის მნიშვნელოვანი და მსოფლიო მნიშვნელობის რომელიმე არტისტის, რომელიმე მხატვრის ნამუშევრით დაასრულებული, რომელსაც რასაკვირველია პიკასოზე დორამარი კატით $103 მილიონ შეიძინა ბიზინა ივანიშვილმა თავის დროზე 2000-იანი წლების დასაწყისში. იცით ეს თქვენ, არც ერთი იყო ასახული და არც მეორე, ის ყოველთვის თავმომწონებდა, არ მინდა შემეშალოს, რომ დაახლოებით $1 მილიარდი ხელოვნების ნიმუშები ჰქონდა, ან ახლაც აქვს მათი ნაწილი, რამდენადაც ვიცი, ორიგინალები ხასუსო შემოტანილია თბილისში, დიდი ნაწილი თუ ყველა არა, მაგრამ ახლა გამექცა სიტყვა სიკეთით სავსე ქალაქი კი არ არის ეს ქალაქი, სიკეთით სავსე ქვეყანა კი არ არის, ეს არის ღვარძლით და ბიზინა ივანიშვილის ქართველ ხალხზე შურისძიებით სავსე ქალაქი თუ ქვეყანა, რას ებრძვის ბიზინა ივანიშვილიო? თუ ვინმე კითხავს, მე გიპასუხებთ, რომ ის ებრძვის იდეალებს, გასაკვირველია ეს ზოგადად, მაგრამ უფრო კონკრეტულად ებრძვის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, აღდგენის აქტს 1991 წლის 9 აპრილს, ის ებრძვის 2003 წლის ვარდების რევოლუციის იდეალებს, ის ებრძვის დასავლეთს საქართველოში, მეტ დასავლეთს საქართველოში და საქართველოს ინტეგრაციას დასავლურ სივრცეში, რამდენადაც დასავლურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაცია არის გარდაუვალი აუცილებლობა ჩვენთვის, რომ სახელმწიფოდ როგორც ასეთი შევნარჩუნდეთ, მით უმეტეს ამ ტურბულენციაში, როდესაც საერთაშორისო სამართალი მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბებული პრინციპში აღარ არსებობს მეტწილად, მოდი ასე ვთქვათ, სამწუხარო რეალობაა, შეგვიძლია გავეტიროთ იმ საერთაშორისო სამართალს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო სამართალი რომ არ არსებობს ეს ცუდია და მე დავეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ ცუდია, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ საერთაშორისო სამართალი რასაკვირველია პირველმა შემოარღვია ბროტების იმპერიის მემკვიდრე სიკვდილის იმპერია რუსეთმა 2008-შიც, ჩემი აზრით მანამდეც, უშუალოდ რუსეთშიც და კიდევ უფრო მანამდე საქართველოში, მოლდოვაში, სხვაგან და სხვაგან საბჭოთა კავშირის დანგრევისთანავე, ან 91 წლის მიწურულიდან 92 წლის დასაწყისიდან, მაგრამ თუ გნებავთ ავიღოთ სტარტად, დასაწყისად, პროლოგად საერთაშორისო სამართლის და დღის წესრიგის შემორღვევისა 2008 წლის აგვისტო, ანუ როდესაც რუსეთმა სცადა და მოახერხა კიდეც ნაწილობრივზე მეტად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთხელ შემორღვევა, მერე კი აგვისტოშივე აღიარა დამოუკიდებელ სუბიექტებად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ანუ სამხრეთ ოსეთი თვითონ თავად როგორც უწოდებს, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა რო იყო და ცხინვალის რეგიონი რო არის და რეალურად კი ავტონომიური რესპუბლიკა კი არა, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა რუსეთის შლეგმა ლიდერმა და მისმა ავადმყოფურმა ხელისუფლებამ. ბიზინა ივანიშვილი ებრძვის, საკი გითხარით, ყველაფერს, რაც ჩვენს იდენტობასთან არის კავშირი და მეცაც გეტყვით, ებრძვის არნახულად, ასაკვირველია ბოლშევიკები იბრძოდნენ, ასაკვირველია ბოლშევიკები ძირკავდნენ ყველაფერს ქართულს, ნაციონალურს, თავისუფალს, თავისუფლებაზე ორიენტირებულს, ეროვნულობაზე ორიენტირებულს, მაგრამ ბოლშევიკებსაც კი არ მოსვლიათ თავში ისეთი რაღაცეების ჩადენა, რაც საბოლოოდ ამოძირკვავდა საქართველოს იდენტობას. ბიზინა ივანიშვილი იდენტობის თვალსაჩინოებებსაც ებრძვის, ის ცდილობს, რომ უზრუნველყოს ისეთი საქართველო, იმგვარი საქართველო, რომელსაც პროტესტის არანაირი
სურვილი ან იდეა, სურვილი უფრო აღარ ექნება ასე მაგალითად 30-40 წლის შემდეგ, ანუ სხვა შემდგომ გენერაციებს პროტესტის უნარი, სურვილიც კი არ გაუჩნდებათ და თუ გაუჩნდებათ, რასაკვირველია, მათი ხმა იქნება დაბალი, ანუ ჩაკლულები იქნებიან უკვე პოსტბიზინასეულ ეპოქაში. კითხვაზე დაუბრუნდები კითხვას ვის ტოვებს ბიზინა ივანიშვილი მემკვიდრედ და ვისი ქალაქია, ვის ქვეყანად გარდაქმნის, ხო, ეს არის ბიზინისტანი, კვლავ ვიტყვი რომ გუტას ნაკლები შანსია, გვანცას საერთოდ არ აქვს შანსი რომ დასახელდეს ბიზინა ივანიშვილის მემკვიდრედ, ანუ არაფორმალ მმართველად. ბერა ივანიშვილს უმეტეს 35%-ისა ვერ მივცემ, ხოლო ცოტნე ეს ახალგაზრდა კაცი მის კარზე დაწინაურებულია, თუმცა ხვალზეგ მინისის და იქნება ცოტნეც მოიძულოს და მაგალითად კვანცა დააბრუნოს საქართველოში, ან ისევ ბერაზე გააკეთოს დადოს ფსონი ბანდიტმა ბიზინა ივანიშვილმა. არ შეიწყალებდა მეთქი ამას რო ვამბობ, გულახდილად გეტყვით, თვითკრიტიკულიცა ვარ. ერთი ხანობა, როგორც ნამდვილად მეოცნებეს ხო ან იდეა, ან პირს რომელსაც გონია ჯერაც რომ ბიზინა ივანიშვილს ადამიანობისა რამ შერჩენია, ერთი ხანობა მეც წამეფიქრა და თუ არ ვწდები ვიდეო ბლოგიც ამ სულისკვეთებით ჩავწერე, რომ აი გაანთავისუფლებს, აი რაღაც 5, 7, 10, 15, 25 პატიმარს შეიწყალებს. დღესდილიდან რო გავრცელდა ინფორმაცია, რომ 159 პატიმარი იქნება შეწყალებული, განთავისუფლებული. წამეფიქრა კი რა დავიწყე ესე პირდაპირ მნიშვნელობით გვარების აღდგენა და ინტერნეტში მოძიება, რამდენი პატიმარი, სინდისის პატიმარი რამდენი ხავს. აღმოვაჩინე რომ სინდისის პატიმარი 159-ზე ნაკლები ხავს, ბიზინა ივანიშვილის მძევალი 159-ზე ნაკლები. ამიტომ დავიწყე პოლიტიკოსების მითვლაც. სიმართლე გითხრათ 159-მდე ვერ წავედი, თლად გულახდილეითო ვიქნები, ანუ მეც წამეოცნება რომ რამ ნორმალური ახასიათებს ბიზინა აქვს შერჩენია ბიზინა ივანიშვილს, მაგრამ მონსტრია მეთქი აკი. თქვი და არასოდეს ალბათ ასე აღარ უნდა დამატებით, კიდევ ერთხელ აღარ უნდა ვთოხლოთ პირდაპირ მნიშვნელობით. თუმცა მათაც უნდა გავუგოთ, ვინც საპატიმროსთან მივიდა და ვინც ამ შემოგდებულ ანკესზე, მართებული კონოტაციით ვამბობ, ცხადია, წამოეგო, გაიყინა, იმიტომ რომ ადამიანებს მართლა უნდოდათ და უნდათ საკუთარი ოჯახის წევრების ნახვა მოენატრათ, სხვა თუ არაფერი, მათ ადგილას ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი, მეც გავათენდი, აღავეც ვიქნებოდი მთელი ღამის განმავლობაში ჩემი ოჯახის წევრი რომ იყოს დაპატიმრებული საპატიმროსთან, რასაკვირველია და მეც მექნებოდა მბჟუტავი იმედი იმისა, რომ ბანდიტი ივანიშვილი ბანდიტი სულაც არ არის, ოღონდ მადლობას რასაკვირველია არ გადაბუხდიდი და სწორედ ეს უნდა ბიზინა ივანიშვილს, რომ ერთის მხრივ ბოდიში მოიხადონ მოქალაქეებმა, ან ოჯახის წევრებმა და ოჯახის წევრებმა, საზოგადოებამ აღიარონ დანაშაულად წოდებული რაღაც ქმედება, რომელიც სასაკვირველია დანაშაული არ იყო და ასე შემდეგ და მე მადლობას გადაუხადონ იმ წყალობისათვის და მხოლოდ ამის შემდეგ თუ დაფიქრდება პორტოხლის წვენს რომ დალებს, რომ შესვამს და ბოლოს ჩემი ვიდეო ბლოგი უკვე პრაქტიკულად 20 წუთია გრძელდება. ანდრო ჭიჭინაძის სიტყვებს ჩაგიკითხავთ. არც ერთ ეტაპზე გამორიცხულია რომ რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაული ვაღიაროთ, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ქონია. იმ მტკიცებულებებით, როგორც სიტყვა ჭყალებშია ჩასმული, რაც პროკურატურას აქვს მოტანილი, მაქსიმუმ შეიძლება ადმინისტრაციულ დანაშაულზე ვისაუბროთ. იახ ადმინისტრაციული დანაშაულები სისხლის სამართლის დანაშაულებად გარდაქმნა ბიზინა ივანიშვილმა რეალურად და ამ სისხლით უშვებს ყველას, ვინც მის წინააღმდეგ წავიდა, ბევრს ვინც მის წინააღმდეგ წავიდა. ვიტყვი ასე, რეალობის სხვანაირად წარმოჩენის მცდელობა და ეს ამბავი არ გამოვა, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ოღონდ მოსამართლეს მიმართავს ანდრო ჭიჭინაძე, რეალობა იქნება ერთი. არ გამოვა ანდრო ჭიჭინაძე, არც ერთი სხვა სინდისის პატიმარი არ გამოვა ბიზინა ივანიშვილის პირობებში. ოღონდ და ბოლო პასაჟები პრაქტიკულად რომ ვიცოდეთ, სულ საუბრობთ ჩვენ ბიზინა ივანიშვილზე როგორც მთავარ ბანდიტზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ ანთავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან პროკურორებს, თუ გინდათ თავიდან დავიწყებ, პოლიტიკოსებად წოდებულებს,
ანუ კობახიძეს და მის შაიკას, პაპუაშვილს და მის შაიკას, დინარაძეს, ავიც კიდე ვინც არიან ბანდიტები, 99 დეპუტატს და სხვებს. პროპაგანდისტებს, ეგრეთ წოდებულ ექსპერტებს, მიმომხილველებს, ვინც დასტრიალებენ ქართულ ოცნებას და ცდილობენ ზოგი სამბოთლ სტალიჩნაიაზეა მართლა გაყიდული და ზოგი ალბათ რა ვიცი $30,000-ზე თვის განმავლობაში შათირიშვილი სამბოთლ სტალიჩნაიაზეც არის ყაბულ, $30,000 უნდა სხვა ვინმეს პროქსი ტიპებს. მათაც არან თავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს და შესაძლოა მორალური პასუხისმგებლობა რა კი არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე საუბარი, ამ კუთხით საუბარი, მაგრამ მაინც დიახ, ანუ მარგინალიზაცია უნდა მოხდეს მათი გარკვეული პერიოდის ჩვენი გამარჯვების შემდეგ და შემთხვევაში და ეს მოხდება კიდეც. ასევე თავისუფლებს პროკურორებს, მოსამართლეებს, რომლებიც ემსახურებიან ბიზინა ივანიშვილის ხუშტურებს, მითხვი ასე და ბიზინა ივანიშვილს თავს ევლებიან ემანდ ბატონმა არ გაგვიგოს, რასაც ფიქრობთ გულშიო, თუ მაინც და მაინც ფიქრობენ რამ ნორმალურს ოჯახის წევრებსაც კი არ ესაუბრებიან, არ უმხელენ საკუთარ გულის ნადებს, თუ ეს გულის ნადები, ანტიბიზინისტური გულის ნადები აქვთ. დამოუკიდებლად იმისა, რას ფიქრობენ გულშიდან ბალიშზე დადებულები, დამოუკიდებლად ამისა. ქმედება არის, საჯარო ქმედება არის მნიშვნელოვანი. საჯარო ქმედების თანახმად კი ისინი არიან თანადამნაშავეები, ხაზგასმით ვამბობ. მეცაც გეტყვით, აი თუ სუფთა იურიდიული თვალსაჩინო, ფორმალისტური იურიდიული თვალსაჩინო მიუდგებით საქმეს, მოსამართლე უფრო დამნაშავეა ვიდრე ბიზინა ივანიშვილი, რომელზეც უბრალოდ ეჭვი გვაქვს, ან ფიქრი გვაქვს, რომ ის გასცემს ბრძანებას, თუ ვერ დადასტურდა ეს დოკუმენტურად, ხო, გაგვიჭირდება ბიზინა ივანიშვილის დადანაშაულება ყველა ამგვარ кейსში, თუმცა თავარი დანაშაული ბიზინა ივანიშვილისა, აკი გითხარით, არის ის, რომ საქართველო გრუზიად, ნაცის პერსონად, რუსეთის უკანა ეზოდ, ჭაობად, წუმპედ, ნეხვად, იმოდი შეფცხადია აქცია ყოველ შემთხვევაში ის საქართველო, რომელსაც თავად მართავს და ის საქართველო, რომელიც უნდა რომ მან შექმნას ან წარმოშვას მისი ხელისუფლებაში ირიბად ყოფნის პერიოდში არ ეყოფა დრო, დანიშნავს ცოტნეს, არ დანიშნავს ცოტნეს, დანიშნავს არ ვიცი ვინმეს, ვისაც ენდობა, არც არავის არ ენდობა ეს მეგალომანიაკი კაცი. არა უშავს, გამარჯვება გარდაუვალია ჩვენი ეს პატიმრები, რასაკვირველი ან სხვები, ვინც მომავალში იქნებიან დაპატიმრებული, რასაკვირველია გამოვლენ, თავარია არ გავტყდეთ და ბიზინა ივანიშვილს ვუთხრათ, რომ ის მეგალომანიაკი, ქართულგვარიანი რუსია. ნახვამდის.